პირველ რიგში ყველა ამბობს, რომ იმედოვნებენ, რომ ილია მეორეს გზას გააგრძელებს ახალი პატრიარქი და ასევე ამის პარალელურად აანონსებენ, რომ იქნება ცვლილებებიც. თუმცა მოსალოდნელ ცვლილებებზე ისინი არ საუბრობენ. დელეგატებს შორის იყვნენ, როგორც გითხარით, სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და გარდა ამისა იყო ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც დღევანდელი სხდომის ოქმი წაიღო და გვეუბნება, რომ ეს ხელმოწერის შემდეგ მუზეუმში ადგილს დაიმკვიდრებს. ძალიან გახარებული ვარ მე და ალბათ მთელი საქართველო, რასაც ელოდა მთელი ქვეყანა მეუფეშიოს გამორჩევა. არის ისტორიული მოვლენაა და მადლობა ღმერთს და თქვენ ყველას, რომ გილოცავთ, რომ ხართ მონაწილე ამ ისტორიული დღისა. ერთმა შეაძლებინოთ მეუფეშიოს ამ უმძიმესი ჯვრის და ტვირთი, რომელიც, რა ვიცი, მხოლოდ ილია მეორემ შეძლო ესე ბრწყინვალედ ეტარებინა. შეგვაყვარა ერთმანეთი და ვფიქრობ, რომ რაღაც გარდამტეხი იქნება მეუფეშიოს მოსვლა საპატრიარქო ტახტზე. ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ეს მართლმადიდებლ სამყაროს ულოცავ ამ დღეს და ულოცავ მეუფეშიოს უკვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს აღსაყრელობას უკვე ხვალალ. პრიორიტეტი მისთვის რა იქნება თქვენი და რა უნდა იყოს, რა თქმა უნდა. სიყვარული. დიდი მადლობა პირველ რიგში საზოგადოებას, იმიტომ რომ საზოგადოების გარეშე არაფერი არ ხდება. ძალიან კარგი არჩევანი იყო, დიდი არჩევანი იყო, უფალმა დაგლოცოთ და შიო იყო დახურული კარის მიღმა, რა ხდებოდა, რა თქვენს დელეგატს შესანიშნავი სიწყნარე, სიმშვიდე. საინტერესო რამ მოხდა დღეს, როგორც იყო პროგნოზირებული, მშვიდად, წყნარად. არაჩვეულებრივი სიტყვები მოვისმინეთ, არაჩვეულებრივი გამოსვლები კანდიდატების. დარჩა შტაბის-ძლება, რომ სამივე ღირსეული გამჭვირვალედ, რაც მთავარია. და ავირჩიეთ 22 ხმით მეუფეშიო აწიწოდება მეუფეშიო მესამე. გილოცავ საქართველოს ახალი პატრიარქი ყავს. უწმინდესი და ულეტარესი შიო მესამე. ძალიან მაგარ სიმშვიდეში ჩაიარა არჩევნება და ვისურვებდი, რომ ესეთი სიმშვიდე ერისში ყოფილიყო არჩევნები რომ ჩატარდება. აი ესეთ სამაგალითო ყოფილიყო. 22 ხმით პატრიარქის მოსაყდრე შიო საქართველოს 152 პატრიარქი გახდა და მისი რეგალია იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი. აი ასეთი იყო დღევანდელი დღე სამებაში და ხვალ უკვე მას პატრიარქად აკურთხებენ.